გამარჯობა, მე ვარ ეკა და ეს არის გადაცემა დროის კადრები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს ფასანაურში. აი ამ უმშვენიერეს გარემოში, რესტორან კახაბერში. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბატონი ზურა ჩიტაური. ბატონი ზურა გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი. ფასანაურის ბატალიონის თეთრი არწივის მებრძოლი. იგი უზომოდ შეყვარებულია მშობლიურ ფასანაურზე. გამუდმებით ზრუნავს მასზე და იცავს. მისი ყველა პრობლემა მისი ტკივილია. მისი საკრალური სურვილია აღორძინდეს ფასანაური როგორც უნიკალური კურორტი, რომელიც დღესდღეობით უკვე აღარ არის ასეთი სტატუსით სამწუხაროდ. ყოველივე ამაზე თავად ბატონი ზურა ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ზურა. მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით და მადლობა მასპინძლობისთვის. იქ მადლობა თქვენ. მადლობა. როგორ ბრძანდებით? არა უშავს. ხნედ. ხნედ უნდა იყოთ. რა თქმა უნდა. განწყობა ხნედ არის. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ თქვენი წარსულით, თქვენი ბიოგრაფიით. უნიჭერესი ადამიანი ბრძანდებით და მე მინდა რომ ჩემმა მაყურებელმაც გაგიცნოთ. მოვყევით ჩვენს მაყურებელს, ვინ არის ზურა ჩიტაური? ერთი უბრალო ფასანაურელი საკუთარი კუთხის და დაბადების ადგილის მოყვარული. უბრალოდ ცხოვრების პერიპეტიებიდან გამომდინარე მეტად მოყვარული საკუთარი კუთხის. როცა მიხვდა რომ შეიძლება მის საკუთარ დაბადების ადგილს ფასანაურს დაემუქროს გაქრობა როგორც კურორტს. საქართველოს რუკი. ჩვენ ვაფასებთ ყველა კუთხეს, ყველა მოგერდულ თეულეთის ადგილს, მაგრამ არც ეს შემთხვევაში არ ვაპირებთ ფასანაურის როგორც ლამაზი დასასვენებელი ადგილის დათმობას. და ამ ყველაფერს ჭირდება დაცვა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. ბატონო ზურა, როგორც უკვე აღვნიშნე გადაცემის დასაწყისში, თქვენ ბრძანდებით აფხაზეთის ომის ვეტერანი. მოგვიყევით თეთრი არწივის შესახებ, ფასანაურის ბატალიონის შესახებ. როგორ მოხვდით აი ამ ბატალიონში თქვენი ბიჭების შესახებ? 1-2 სიტყვით. კი ბატონო, მოდი ესე ვიტყვი, როგორც სხვა ყველაფერს, ყველა ამბავს ახლავს თავისი წინსრებით ნებისმიერი შემთხვევა და იყო ესეთი რაღაც ფასანაურელები, ჩემი სამეგობრო, უფროსი და ასე ვთქვათ, ჩემი თაობის 90-იანებში ცდილობდა რომ ჩამდგარიყო საქართველოს დამსვლელთა რიგებში. იყო ესეთი საზოგადოება თბილისელები. ბატონი თემურ ბაბლუანთან ჰქონდა ურთიერთობა პირადად. უბრალოდ შეიარაღება არ იყო იმდენი, რომ ყველას ერთდროულად უგზნოდა საშუალება საქართველოს ასე ვთქვათ დაცვის იარაღით ხელში. იმიტომ რომ შიშველი ხელებით ფაქტობრივად შეუძლებელია. სამშობლოს დაცვა. და მალევე მოხდა ესეთი ამბავი თითქოს გასაკვირი ფასანაურისთვის. იწერება ვიდეო კლიპი, სადაც არის საუბარი რაზე. რომ ვინმე კონკრეტული პიროვნება არ მახსოვს სახელი და გვარი, ნამდვილად რომ ვიტყოდი, იყოფებოდა ფასანაურის მხარეს, თეულეთის მხარეს და ბრძანებს ეს რაღაცას რომ ხინკლით და ყაურმით ასე ვთქვათ, გამაძღარი ბიჭები დგანან ფასანაურის გზებზე და სულ არ ადარდებთ რომ ფასანაურის რომელიღაც კუთხეში ომია. ეს შეურაცხყოფელი იქნებოდა შეურაცხყოფელი ფასანაურისთვის, იმიტომ რომ ზუსტად თვენახევრით ადრე პირველი მოთხოვნა იყო ფასანაურელებისგან რომ იარაღი მოგვეცით რომ ჩვენ ჩავდგეთ სამშობლოს დამსვლელთა რიგებში. და ნუ ამ კონკრეტულ ადამიანს მიაკითხეს და კითხეს რომ რატო რის საფუძველზე ამბობს ყველაფერს.
მალევე მოხდა ერთი შეწევნით ფასანაურების შეიარაღება და სამშობლო დაცვა და არ გვინდა ამაზე ყურადღების გამახვილება. ძიმია ამ თემაზე თქვენთვის რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გახსენება. ალბათ ბევრი მეგობარი დაკარგეთ ფასანაურელი ბიჭები, აი ამ თქვენი ბატალიონის ბიჭები. გადარჩენილებზე მოგვიყევით 1-2 სიტყვით. საკმაოდ ბევრი. ადამიანი როცა გარდაიცვლებოდა ჩვენ მასზე მოყოლა საერთოდ არ გვიყვარს. შესაძლებლობას ამობდა მაგით ვთავრდება. თუ რაღაც ომის პერიპეტიებიდან გამომდინარე და კონკრეტულად ნუ სულ სიცილი ხარხარით ვიხსენებთ აი ამ სასიკვდილო ამბებს. დიახ. აღონ მე რა თქმა უნდა სოცხლები რო გადავშით. აუცი, კარგი ამბებია რა, ვინც იცის ფასანაურელების ამბავი და ისტორია სახუმარო კუთხით რა. ომში სიცილი ხარხარით რო ხდები ომის თემებს და სიკვდილის ამბებს რა. ბევრი ადამიანის მოგონება შემიძლია მაგ კუთხით მიუხედავად იმისა, რომ ტკივილად რჩება, ვერ გავექცევით. რა თქმა უნდა, აფხაზეთი ჩვენი ერთ ამბავს მოვიყვები, თუ შეიძლება. დიახ, კი ბატონო. ყავდა ფასანაურელების ერთ-ერთი უსაყვარლესი პიროვნება იყო სხვანებული გიორგი მიროდაძე. დიახ. ექიმი, ჩემი მეგობარი, ჩემგან გასვამილი ფასანაურელებისთვის. კაცი, რომელმაც ორი ხიდი იყო ფაქტიურად აფხაზებს და ნამდვილ აფხაზებს და ქართველებს შორის. ბაბუა ყავდა სოკრატე აშბა, იყო ბატონი აკადემიკოსი, უროლოგიის ფუძემდებელი და გიოს ჰქონდა სხვანებურს აგუძერაში დასასვენებელი სახლი. სულ მაგას ამბობდა, რომ როგორ შეიძლება ამ ორ უძველეს ხალხს შორის ომი. კაცი ყველანაირად განვითარებული, ყველანაირად ადამიანურად, ფიზიკურად, კალათბურთელი სულ გვერდში იყო, ომობდა რა თქმა უნდა საქართველოს კეთილდღეობისთვის, თავისუფლებისთვის და როგორ თქვა, გარდაიცვალა როგორ იცით? პირველად გავიდა ომში. ომში რას ქვია? პირველ ხაზზე, ასე ვთქვათ რა. წინა ხაზზე. წინა ხაზზე და აღარ მინდა ბევრი მოყოლა, უბრალოდ ვაშკაცური სიკვდილის ამბავს მოვყვები, არ უთქვამს მიშველეთ, არ უთქვამს ეს რა მოხდა. 3 ტყვია გვიზიში, ფეხში და ხელში და მხოლოდ ამბობდა ორჯერ თქვა ესეთ რაღაც, აღარ გათოვდა ეს ხერი გზა. როცა მოყავდათ ბიჭებს მეტრი და 30 თოლში სიმაღლით. ეგ თოლი არ ახსოვს. სოხუმს 100 წელი განმავლობაში უწყებოდნენ რა. გიო იყო აი როგორ თქვა, ჩვენი უმაგრესი და უსიყვარულესი ადამიანი რა. ძიმია რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გახსენება. ეს ყველას ტკივილია, აფხაზეთი ნამდვილად საქართველოა და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მას. დაუცილებლად. ბატონო ზურა, თქვენ იცით და მინდა რომ ჩემმა მაყურებელმაც იცოდეს, არსებობს ასეთი პროექტი აფხაზეთი მე ვარ და მასთან ერთად არის ასეთი ორგანიზაცია მისი ნაწილი ფაქტიურად მშვიდობის ელჩები, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეც გახლავართ, იცით თქვენ ეს და ჩვენი აი ეს პროექტი იღებს ფილმებს, დოკუმენტურ ფილმებს, უკვე 6 ფილმია გადაღებული და აი ეს მე-6 ფილმი აფხაზეთის თემაზეა ყველა ფილმი, რა თქმა უნდა და მე-6 ფილმი სწორედ თქვენი ფასანაურის ბატალიონს ეხება. თქვენც მონაწილეობთ ამ ფილმში, თეთრი არწივი აი ამ ბიჭების შესახებ არის და ცოტა ხნის უკან ჩვენ ვიყავით ამ ფილმის ჩვენებით ფასანაურში ჩამოსული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი უშუალო ჩართულობისთვის, თქვენი მასპინძლობისთვის. ეხლა მეორე ნაწილს ვიღებთ
ჩვენი პროექტი უკვე მუშაობს ამ საკითხზე, რომ ფასანაურის თემაზე მეორე ნაწილი გადავიღოთ და თქვენი აზრი მინდა რომ გააჟღეროთ, რას ფიქრობთ აი ამ ფილმის შესახებ და ზოგადად ამ პროექტის შესახებ. დია კაიშაურია ფილმების ჩვენი უფროსი მეგობარი, ჩვენი ფასანაურის მოყვარული და ოპერატორიც. გეტყვით, რას ფიქრობთ ამ ფილმის შესახებ, საერთოდ როგორ არის ისი? ჩვენი მომავალი თაობა მაგალითად სახავს ყველა წინა თაობას და როგორი დამოხმაურებას ექნება და როგორი სიყვარულიც ექნება მათ ნანახი ჩვენი მხრიდან საკუთარი კუთხის. ესევე გაიზრდებიან და ესევე მოიქცევიან და ესევე დააფასებენ იმ თავის საკუთარი ფასანაურის, რომელი ფასანაურიც მათ ფაქტიურად არ უნახავთ. ყველას თვალზე ცრემლი იყო ამ ფილმის ჩვენებისას, როდესაც ესწრებოდნენ ბავშვებიც თქვენი ფასანაურის წარმომადგენლები, ემოციური იყო რა თქმა უნდა ამ ფილმის ყურება მათთვის და მე იმედი მაქვს რომ მომავალ თაობას ეს იმედი არ დაეკარგება და აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს. კი ბატონო. მათ სავსე ფასანაური არ უნახავთ ფაქტიურად. დიახ. როგორც უკვე აღნიშნე გადაცემის დასაწყისში, გულშემატკივარი ხართ თქვენი ფასანაურის და 4 ინსტიტუცია, ძირითადი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია გაღელვებდათ ყოველთვის, როგორც მე ვიცი, ეკლესია, საბავშვო ბაღი, სკოლა და საავადმყოფო. მე როგორც თქვენი მონაყოლიდან ვიცი, იყო ფასანაურში პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია, ტაძარი, რომელიც შემდგომ დაანგრიეს და იყო დიდი უნივერმაღი, ხო, მის ადგილზე აშენებული. აი ამ უნივერმაღის დანგრევის და შემდეგ ისევ ამ ნატაძრალზე აღდგენის, აი ამ დიდებული ტაძრის აღდგენის მოთავე თქვენ ბრძანდებით ფასანაურელ ბიჭებთან ერთად, ხო? კი ბატონო. ახლა ჩვენ გავიარეთ ფასანაურში და ვნახეთ ეს დიდებული ეკლესია, ტაძარი. მართლაც ამშვენებს ფასანაურს. აი ამის შესახებ რომ გვითხრათ, რატომ დაანგრიეს და როგორ შეძელით აი ამ ყველაფრის აღდგენა? რატომ დაანგრიეს? ცოტა რთული საქმეა. სავარაუდოდ შრომელებს ჭყალებში მშრომლებს შესთავაზეს, რომ რადგანაც ეს უსარგებლო შენობა. ბოროტის ძალას საერთოდ ეშმაკს აქვს ესეთი მანქანება, უსარგებლოს ხდის სახს სამლოცველოს ადამიანთათვის და რაღაც პერიოდის მერე სთავაზობს ალტერნატივას, რომ უსარგებლო შენობაში შეიძლება რაღაც სხვა გამოიყენონ, დაუშვათ ნახალოვკაში აბანო შესთავაზა, სადღაც კინოთეატრი, სადღაც სავაჭრო ცენტრი. ერთ-ერთი იყო ფასანაური, სადაც სავაჭრო ცენტრი შესთავაზეს და შრომელების ჭყალებში დათანხმდნენ ამ ამბავს. დათანხმდნენ, არ დათანხმდნენ, ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილება იყო გადაწყვეტილება მაშინდელი. შეუვალი. დაანგრიეს 71 წელს უნივერმაღი უკვე აღარ არსებობდა, ისა ეკლესია აღარ არსებობდა, პეტრე პავლეს სახელობის. დიდი მონოლითური ტაძარი, საკმაოდ დიდი, როგორც ყვებიან, იმიტომ რომ მე ვიყავი მხოლოდ 2 თვის, შესაძლებლად აფეთქდა ეს ტაძრის მონოლითი, იმიტომ რომ ვერ დაანგრევდნენ, იმხელა კონსტრუქცია იყო. და მე დაიწყეს გრევა და 71 წლიდან დაიწყო ახალგაზრდობის როგორ თქვა, გარდაცვალება მასიურად ფასანაურში. ყველა ფასანაურელი, კი, წყალაშავით დაგვებედა, ასე ვთქვათ რა. თვლიდა რომ ეს იყო საპირწონე იმ ტაძრის ვერ დასვლის, ასე ვთქვათ რა. და მის ადგილზე უნივერმაღის აშენების. განსაკუთრებით მე არ ვიტყვი ცუდად მასში მომსახურე გამყიდველების უმრავლესობას შვილი ყავს გარდაცვლილი. სამწუხაროა. და თქვენ შეძელით რომ ეს ტაძარი მე შეძენდი მზად და პროცესი და მე ვერ ვიტყვი ესე რომ მე შევძელი უბრალოდ ჟამის შენებისა და ჟამის გრევისა. ეს ღვთის განგებით, ღვთის დაშვებით და ღვთის ნებით ასე ვთქვათ
ყველაფერი ღვთის ეტოქება ერთმანეთს, კი ბატონო, და მოვიდა ჟამი შენების და არა იმიტომ რომ ეს მე ვარ განსაკუთრებული, ან ჩემი სამეგობრო, უბრალოდ ღვთის ნება იყო და ალბათ ჩვენი სურვილიც რომ ეს ყველაფერი დაემთხვა. სინერგია მოხდა ფაქტობრივად. ღვთის ნების და ადამიანთა მონდომების და უნივერმაგი დაინგრა, რომელიც იყო დასანგრევი და აღდგა ტაძარი, რომელიც იყო აღსადგენი ღვთისადიებლად. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და ღმერთი ყოველთვის მხარში გიდგათ თქვენი კეთილი საქმეებისთვის. დაიხე. საბავშვო ბაღზე და სკოლაზე რას გვეტყვით? სკოლაზე კარგის მას არაფერს. მართლა გაახაროს ყველა აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა გაითვალისწინეს მოსახლეობის. მოხდა მისი საფუძვლიანი გაახლება, ასე ვთქვათ, სკოლის შენობის რესტავრაცია ჩაუდგა. კი ბატონო, შენობის რესტავრაცია, ეზოს რესტავრაცია. მოხდა მათი მოვედინის სპორტული მოვედინის მოწყობა და ყველანაირად უზრუნველყოფილები არიან. მათი მოვალეობა მხოლოდ ჩვენი შვილების და მომავალი თაობის არის სწავლა და რა თქმა უნდა კეთილი აზრდა და მადლიერება იმ წინათაობის მიმართ, რომელსაც მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს. საბავშვო ბაღს რაც შეეხება, ძალიან მალე მე ვიცი რომ დაიწყება კონკრეტულ ადგილზე ისე მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ახალი შენობის აშენება. აქაც მადლიერება. ეკლესიაზე ვთქვით უკვე და დარჩა ერთი დიახ, მივალთ აუცილებლად ყველაზე მთავარ საკითხთან, მნიშვნელოვან საკითხთან, რაც თქვენს გულს ნამდვილად აწუხებს და თქვენი საკრალური ოცნება, მაგრამ მანამდე მინდა რომ თქვენი ლექსი მოისმინოს ჩემმა მაყურებელმა, საოცრად ლამაზად კითხულობთ ლექსებს და რამის ხომ არ წაგვიკითხავთ? ვიტყვი მე მაშინ თუ არ შეწუხდებით, იმიტომ რომ აი ეს დარდად დამდევს როგორ თქვა, საავადმყოფოს აღდგენის ამბავი, იმიტომ რომ იყო ქალბატონი ნინო ჩოხელი, ჩემი კარის მეზობელი, რომელსაც 80 წელს აცილებულ ასაკში უყვარდა ახალი ლექსის სწავლა კიდე და სულ მეუნებდა ხოლმე ზორიკო ნახე როგორი ლექსი ვისწავლე ლამაზი ვიტყვი აი იმის ხათრით, იმ ცხონებულის ნინა ექიმის ხათრით ლექსი განა ლაღი ვარ რომ ღერი გულისა დარცავი ქარვი ვინაც ჩემ დიტყვის ლაღია ჩემზე ლაღიმსაც ის არის ძმასაც მოუკლენ ლეკები მამას ნასროლი ის არის ანდა მოუკლენ ნაძმობსა არც ძმაზე ნაკლები ის არის რა ვქნისაც იხია ვაგე ჯავრი შევაბიკარა და საიქიოდან მოვიდნენ იმ ციხის სანახავა და ბევრი უარის ციხესა კარვე შასტეხეს ზალა და მერმესქვეს ჟამი მოვალის კარს შეიხსნების თავად ბრავო არაჩვეულებრივად კითხულობთ ნამდვილად და მთელი თქვენი გულის ტკივილი გადმოეცით ამ ლექსით ბატონო ზურამ სამედიცინო კურსდამთავრებული ბრძანდებით ხო აი ამ კუთხითაც რომ ვისაუბროთ რა მდგომარეობაა დღეს ფასანაურში თუ არის მოქმედი საავადმყოფო მე ვიცი რომ თქვენ გაწუხებთ ეს პრობლემა ძალიან პირველ რიგში მაინტერესებს თუ გამოგადგათ ეს პროფესია თქვენ პირადად თუ მოღვაწეობდით ამ პროფესიით ამ სფეროში კი ბატონო პირველ რიგში ჯარში მომიწია სამედიცინო მითხეთ მოღვაწეობა წელიწად ნახევარი მაშინდელ ასე ვთქვათ საბჭოთა კავშირის ჯარში ვიყავი სანინსტრუქტორი პირველი კურსდამთავრებული სამედიცინოს და რაღაც გამოცდილებით მერე მომიწია აფხაზეთის უმსდავარში რა ასე ვთქვათ კი ჩვენ კუთხის ასოციაციად იყო რა თქმა უნდა კი ბატონო და სხვა კუთხით გეტყვით ჩემ ოჯახთან პირადად რამდენადაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მე როგორ თქვა ბუნებრივ საშუალებებს ვიდრე ჩვენ დავიხმარებთ ქიმიური ასე ვთქვათ გაჯერებით
მედიკამენტებს, რომლებიც შეიძლება კონკრეტულ მომენტში აკეთებდეს კეთილ საქმეს, მაგრამ შედეგს დებდეს, მაგრამ ორგანიზმს უწევდეს დაცვის სამსახურს. სამკურნალო ბალახეულზე მაქვს ეს ფიტოთერაპიაზე მოგრძოდ და ვიცნობ ამ კუთხით საკმაოდ ბევრ ადამიანს და ერთ-ერთი ჩვენი პროექტის ნაწილი არის რომ ფასანაურში მოხდეს ორგანიზება ცენტრი სადაც შეგროვდება სამკურნალო ბალახეული. ჩაბარდება ეს იქნება თეულეთის ხეობიდან, გუდამაყრის ხეობიდან საკმაოდ დიდი ნაწილი არის რომელიც მომთაბარეობს ასე ვთქვათ საქონლით ცხოვრობს და მთელი დღე აქ ფაქტობრივად დაუკავებელი საქონლის ყარაულობს და მამ პერიოდში მათ შეუულიათ რომ მოკრიფონ და ჩააბარონ ძალიან ბევრი სახის ბალახეული თუ ბუჩქეული ასე ვთქვათ რა საუბარი დეკაზე და დანარჩენ ამ მიმართულებას ჩვენ აი ამ მათ შეგროვებულ და ჩაბარებულ ფინანსურად რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი იქნება რაღაც კუთხით თუნდაც გატარებენ მიმართულება ჩვენ მივცემთ იმ კუთხით რომ შემდეგ ეტაპზე ადამიანები ბევრ ყურადღებას დიდ ყურადღებას დაუთმობენ საკუთარი ჯანმრთელობას რა თქმა უნდა ორგანიზმის ბრძოლისგან გამომდინარე და არა მხოლოდ ქიმიური წამლით მომდინარე. როგორ ფიქრობთ, დაიბრუნებს ფასანაური უნიკალური კურორტის სტატუსს? არის ამის იმედი და შანსი? როგორ გითხრათ, აი ყველაფერი არის ჩემი აზრით ადამიანის მონდომებაზე. მე მაგ განწყობით ვარ სულ და 4 შვილის მამა ვარ და ვეუბნები ჩემს შვილებს რომ ივლის-აგვისტოში ფასანაურის ქუჩები ბნელდებოდა. ადამიანებით. იმდენად ბევრი ხალხი ისვენებდა ფასანაურში. არ ვშურს არავისი არც ერთი ჩვენი მithumetes ჩვენი ხეობის კუთხის. მაგრამ ღმერთმა ხელი მომართვა ანანურს, გუდაურს რა ვიცი კიდე რომელიც ჩამოთვალო თავის ამბავში ოღონდ ჩვენ საკუთარი დამსვენებელი ჭირდება რომლებიც ჩვენი მოთხოვნით არა საკუთარი ინიციატივით დაისვენენ ფასანაურს შეარჩევენ დასვენებელ ადგილად და ესე მგონია რომ აუცილებლად მე არ ვარ ძალიან დიდი ხნის 47 წლის ვსწრები და ის შეწევით მოვესწრებით მაგ ამბავს რომ ფასანაური აღიდგენს ძველ სტატუსს. დასვენებელში. თქვენ იყავით გამგებელი ფასანაურის 2007-2008 წლებში, ხო? იდგა მაშინაც ეს საკითხები დღის წესრიგში, აი ეს პრობლემები. აი თქვენ დღემდე იბრძვით კეთილდღეობისთვის ამ კუთხის და მაშინ რა გაკეთდა უშუალოდ აი თქვენი გამგებლობის პერიოდში კონკრეტულად რაღაც? ვერ ვიტყვი რომ აი ამ ჩემი გამგებლობის დროს მე რო ვიყავი გამგებელი, მაგიტომ გაკეთდა, მაგრამ მონდომება დიდი იყო ჩემთვის. გეტყვით, სტადიონი გაკეთდა პირველ რიგში. დიახ. ბავშვებისთვის სათამაშო. საჯარო დარბაზი გაკეთდა. როგორ ვამბობ ეს რაღაცას, კიდევ გოგომ ქალიშვილი მყავს და 4 ვაჟი, ხო? ჩემი შვილები რომ კარგად აღიზარდონ, აუცილებელია მათი მეგობრების კარგად იყვნენ აღზრდილი. მე მათთან ვერ შეძლებ დღის განმავლობაში ურთიერთობაზე სულ მათთან ყოფნა. შესაბამისად მე უნდა ვიზრუნო რაღაცა ნაწილობრივ და კუთხით მათი მეგობრების კეთილად აღზრდა. მათაც უნდა როგორ თქვა ვივარჯიშონ, მათაც უნდა ისწავლონ კეთილად რომ არ გაიზარდონ როგორც თითქოს ჩაბოღმილი ვარიანტში თითქოს მათზე არავინ არ ზრუნავს. ჩვენ ყველანი ზრუნავთ მათზე. მშობლები საერთო ჯამში და ჩემ შვილებს მე კარგი მეგობრები რომ ვყავთ. მე ვარ შვიდად დასვენებული, იმიტომ რომ მე დილით რო უშვებდა ლოცავ დედამისთან ერთად, მე ვიცი რომ კარგი მეგობრებთან ურთიერთობენ და ვიცი რომ დღის განმავლობაში მათ არაფერი სხვა არ ემუქრებათ გარდა სიკეთის. ბატონ ზურა, ჩვენ ვნახეთ წეღან ძველი საავადმყოფოს შენობა ფასანაურის. მართლაც გულდასაწყვეტია ამ კადრების ნახვა. ეს კადრები გავა ჩვენს გადაცემაში და მაყურებელი იხილავს ამას. თუ რა მდგომარეობაა დღეს იქ.
თუ აქვს ფასანაურს რაიმე სხვა ალტერნატივა, ის შენობა ფაქტიურად არის თივის თივის ტუკები ქვია, ხო? იგი შესანახი გადახურული შენობა, რომელიც ფაქტიურად აღარც ფანჯარაა ნორმალურად და არაფერი, არ ფუნქციონირებს, თავისთავად ცხადია. აი რა ხდება ფასანაურში? ვინმეს რომ დაჭირდეს ექიმი ან რაღაც საავადმყოფოს პირობებში მომსახურება, ხო? რა მდგომარეობა ამ მხრივ და რას ფიქრობთ ამის შესახებ? ეს თქვენი დიდი გულის ტკივილია და მინდა რომ ისაუბროთ ამის შესახებ. კი ბატონო. უიმედობა როგორც დავარქოთ ესეთი არ შეიძლება რომ დავარქოთ დღევანდელ სამედიცინო მომსახურებას. საკმაოდ კარგი გამოცდილი ექიმები ყავს. უბრალოდ ხელშეწყობა საჭირო, როგორ ისიც საუბარი რაზე, აი კონკრეტული საავადმყოფო შენობის, აი იავარყოფილის ასე ვთქვათ, შენობის წინ დგას ამბულატორია, შიგნიდან საკმაოდ ნორმალურად გარემონტებული და ყავს ერთი სასწრაფო მანქანა. რომელიც ფიქრობ რომ უახლოეს ხანში აუცილებელია გაიზარდოს ორი სასწრაფო მანქანით, რამდენადაც მომსახურებაზე გასული მანქანის ლოდინი უწევს პაციენტს, რომელიც ყოლა დაუშვებელია. თუ არის ლაპარაკი აი ამ საავადმყოფოს აღდგენაზე? როგორ გითხრათ, მოსახლეობა თანახმობა. მოსახლეობას 1200-ზე მეტი, ლამის 1500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს და დარწმუნებულია, რომ ხელმოწერის გარეშე ზეპირი თანხმობა ფაქტიურად 90% სურს, რომ ფასანაურში იყოს პოლიკლინიკური მომსახურება სრული სამედიცინო კუთხით. რომელიც ჩვენ გქონდა, არ ვიგონებთ ახალს არაფერს. გქონდა, მჭირდება და ვითხოვთ. როგორ გითხრათ, აი, ნამდვილად ესეთი კონკრეტულად დაყენებული საქმე გქონია, მაგრამ რატომღაც აი ამ კონკრეტული შენობის მიმართ პასუხი მივიღეთ ორჯერ. ერთხელ ბატონი ზურა სეხნიაშვილისაგან არ გეტყვით, რომ განვიხილავთ ფასანაურის წარმომადგენელთან ფასანაურის ერთეულში თემის წმუნებულთან და პასუხს მოუწერთ. პასუხი არ იყო. ეს დიდი ხნის 2012 წლიდან მოხდება ეს ამბავი და მეორე პასუხია რომ გარბატონი მანანა მაცისონ არიმანძის მარწუხებით ასე ვთქვათ, მარწუხებით მიღებული პასუხი რომ ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს ამ შენობის მიმართ და დაკონკრეტება არ მოხდება. რა მიზნები იყო საუბარი. მე იმედი მაქვს რომ თქვენი სურვილი და ოცნება შესრულდება და მოხდება ამ საავადმყოფოს აღდგენა ფასანაურისთვის. იმედი მაქვს რომ ყველაფერი რაც არის მიტოვებული, ყველაფერს რაღაცნაირად გამოუჩნდება დამცი ხარდამჭერი, კომაგი და მიხედავენ ამ კუთხეს, იმიტომ რომ ნამდვილად სამოთხეა აქაურობა, ისეთი სილამაზეა და ისეთი ბუნებაა. ბოდიშვიხი, თუ შეიძლება აღვნიშნოთ ჩვენ ამ საავადმყოფოში, ყოფილ შენობაში. ცოტა წარმოუდგენელი გვაქვს დაწერილი, ასე ვთქვათ, ყველანაირი სიტუაციური ანალიზი, საუბარი არის შიშიმპირების სანატორიუმის ტიპის რეაბილიტაციის ცენტრი, სარეაბილიტაციო და ასევე ვეტერანთა სარეაბილიტაციო ცენტრი. როგორ თქვა, ადამიანები რომელსაც გამოწურული ლიმონივით გზომენ თავს, ჩემი სამეგობრო, მე ოჯახმა გადამარჩინა ამ შემთხვევაში რა. და ძალიან ბევრი ადამიანი მყავს აქ გარდაცვლილი უკვე სამეგობრო. ბატონო ზურა, მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ აი ამ საინტერესო საუბრისთვის, მასპინძლობისთვის, როგორც ფასანაურელის და როგორც ჩემი სტუმრისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებები მინდა გისურვოთ და ყველა თქვენი ოცნების ასრულება. რომ აღდგეს აი ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ასე იღწვით და ცდილობთ და იბრძვით. გადაცემის დასასრულს მინდა გთხოვოთ თქვენ რომ ადრე წაიკითხეთ ლექსი, თუ შეგიძლიათ ჩემი გადაცემაც დაამშვენოთ ამ ლექსით. შეგიძლიათ მაყურებელს მიმართოთ.
ხიმიკ აურის ჭერხოსა ცეცხლი ედების ჯავრისა ნეტავი არ გააგონა აბჯრის რეალი ჯარისა ხმამოტანილი ლაშქრობის გადამავალის ქარისა ლაჭანს წევსვინმე ხევსური ხიმიკ აურის გვარისა წინ უდგას ტაბლა ხონჩითა პიტალო ნაგვერძმალისა არ უნდა ნახოს მზის სხივი აღარ სინათლე მთვარისა ჩამაიყარნენ ღრუბელნი მიწას და ესენ შავდა ოხრენ და შფოთვენ გულშია უჩუმრა თავის თავადა ჯავრი შიგითა გარეთ კი არ დაჩენილა მწვავადა აღარც ნამიძით არ ჭექა აღარცად ელვა იმათი რამ დაადუმათ არ უცი რამ გაუტეხათ ყისმათი ხევსურდ ვოჟები აშქროლდნენ დგას ლიქოქს ზახილძუხილი რა ამბავია ნეტარი რაზე შეექმნათ წუხილი რა ხმამას ეხა ნეტავი ასეთი ჭექა ქუხილი გულში აქვს ყველა შემდგარი სალუდე ქვაბის დუხილი ბარით მოსულიათ ბარათი ერეკლეს მონაწერია ჩამოდით ხევსურდ ვოჟებო ხმლის ქნება თქვენი ჯერია უჯულოს დაუჭერია ეს იყო მარტო მიზეზი ამ სიტყვით მოსვლით ღელავდნენ ზოგნი ლესავდნენ ფრანგულებს სხვანი შუბებსაც წერავდნენ ხსოვანი ხავსიანები ჯაჭვის პერანგებს ფერავდნენ თან კაზმულს ვეფხვით ულვაშით ნაკეჭი ლოყებსა ბერავდნენ განა დიას წინადგათ წაგნები ბაკებში ფურებს წვალებდნენ განა სულმუდამ თოვლია პირ მოღუშული ზამთარი თქვენს გენახვებად ბუნება ყოდეს მკვეთი დამდგარი ისევა ფქავდეს ის ქვილი წყალმოკლებული დამდგარი გაცქვირებული წაიჭი ერთდროს ზვალტყავად გამხდარი თვალები თეთრის ქალისა სანთლად კაზულში ჯამდგარი უსხივო უსინათლონი როგორაც სხივი დამდნარი ადიდებულა არაგვი დიდი მრავალწერტილები ადიდებულა თქვარია თაში ნაწვიმი რასიზამ თავქვე წამოვა ღვარია დამდგარა დიდუბეშია ფშაվել ხევსურთა ჯარია შეატყობინეს ბატონსა ამბავი გასახარია არ განლო ხანდბა იღება დიდი სასახლის კარია გამოჩნდა ლომი ქართლისა მზე მთვარის მინაგვარია ჯარმა სალამი მიართვა ჭექრად ყვირიან ამასა ჩვენს ბატონს გაუმარჯოსო თისა და ბარის მამასა ჯარსა შეფრფინით მოცქირალს პასუხი ესმის ლომისა თქვენს გაგიმარჯოთ ხალისი ნუმს დაგეკარგოთ ომისა რა გამემარჯვებს თუ თქვენი არ შემწევს ძალი მკლავია წადიანთ გამემარჯვება გინდა შემხდება ავია თქვენ გაგიმარჯვოთ ჯერ თქვენა ის გამარჯვება ჩემია გემში მდუდობთ ბედი მწარია თუ არა ვარგობს გემია ვესდებით არ გავალაღოთ ციდან მოსულიერია ამბობს ლაშქარი წინ დგას ხევსური ბერდია ხელდროშა დაუჭერია ჩვეულებად აქვს ერეკლეს გასინჯვა მხედად ხლებისა ცნობია ერაღისა სიტყვა მეტია ქებისა მჭრელსა და ფხაშეულისა გამრავლებელსა მკვრებისა ხიმიკაური თავსაყრის ხარზე უკანასგებისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ზურამ აი ეს საინტერესო ინტერვიუსთვის წარმატებებს გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს მე კი დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს და შევახსენებ რომ ეს იყო გადაცემა დროის კადრები ეკა ბერიძესთან ერთად ნახვამდის